მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, სულმასი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. და დღევანდელი გაშლა, მოდი გავაკეთოთ ესეთი გაშლა, ვინ ხართ მისთვის, ანუ თქვენი პარტნიორისთვის, ვინ ხართ, ხო? ცოტა უფრო ესეთი საინტერესო იყოს და ერთი და იგივე ვარიანტი ყველას რახან ვერ მოერგება ესეთ სიტუაციაში. მოდით გავაკეთოთ ორ ვარიანტად და ვნახოთ ვინ ხართ მისთვის. რაღაცა ინფორმაცია მოიჩქარეს. და ორ ვარიანტად გავაკეთოთ ეს გაშლა. ვარიანტს აირჩევთ თქვენ და ვნახავთ ვინ ხართ მისთვის, რას გვეტყვის. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ცოტა ჩანს ხოლმე, ამიტომ პირველი ვარიანტი ესეთი პატარა ანგელოზი და მეორე ვარიანტი ესეთი გულის ფორმის სანთელი. ესეთი წითელი სანთელია. მოკლედ ვნახოთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და რას გვეტყვის. ვინ ხართ მისთვის? იმედია აირჩიეთ ინტუიცია. პირველს, რასაც მომენტალურად უცბად გაიფიქრებთ, ეს არის ის, რაც თქვენ უნდა გაიგოთ ეს ინფორმაცია. ასე რომ მე გადავდებ ახლა მეორე ვარიანტს და დავიწყებ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩია ესეთი თეთრი პატარა ანგელოზი, ვინ ხართ მისთვის. თქვენ მისთვის ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდ რისკზე წასვლა. ადამიანი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას შეცუროს ნიანგების სავსე წყალში, მაინც გააკეთოს ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც კონკრეტულად ნებისმიერ ჩაფიქრებულ სურვილთან მიმართებაში, ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის ცდილობთ, რომ თქვენი სურვილი აისრულოთ, ხო? თქვენი მიზანი შეისრულოთ. ამ ადამიანისთვის ხართ ესე გამოდის ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულია, რომელიც მამაცია, რომელსაც არ ეშინია სიახლეების, არ ეშინია სირთულეების, არ ეშინია იმ სიტუაციების, რომელიც თქვათ ამა თუ იმ გზაზე შეიძლება შეხვდეს. ვინ ხართ მისთვის? ადამიანი, რომელიც ორი ერთად ამოვიდა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ახერხებს გამოვიდეს სირთულეებიდან. ნახეთ, გამოვიდეს სირთულეებიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ყველაფერი მარტივად არის. თუმცა, ნახეთ, აქ როგორი მომენტია, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სირთულეს პირისპირ უდგება, ნებისმიერ სირთულეს წინ უდგება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახერხოს ამ სირთულეების დაძლევა, ხო? ანუ არ ცდილობთ რაღაცის არიდებას. აქ უბრალოდ თქვენ ცდილობთ, რომ ყველაფერი მოაგვაროთ, ცნობიერება გაზარდოთ უფრო მეტად და საკუთარ თავს მისცეთ ძალიან ისეთი სწორი მიმართულებები, ხო? კიდევ ვინ ხართ მისთვის? ხართ ადამიანის შანსი, ესე რომ ვთქვათ, და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვიცი რატომ არის ეს მომენტი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სულ უშანსო სიტუაცია იყოს, თქვენ მაინც რაღაცნაირად შეგიძლიათ გამონახოთ გზა, გამონახოთ ის პატარა შანსი, ის პატარა ნიუანსი, რომელსაც ვთქვათ შეძლებთ, ხო, რომ წინ წახვიდეთ. აი, ამ ადამიანისთვის, თქვენი პარტნიორისთვის, ვინ ხართ თქვენ, რო კითხოს, იტყვის, რომ თქვენ ხართ ძალიან მამაცი, ძალიან ძლიერი, ძალიან შრომის მოყვარე, ყურადღებიანი, შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის დაძლევა და გარკვევა და წინ წასვლა, შეგიძლიათ ყველა სიტუაციაში, სადაც არ უნდა იყოს ძალიან დიდი სირთულეები და სხვა რომ გაიქცევა, თქვენ აუცილებლად შეხვალთ და ბოლომდე მიყვებით ყველაფერს და თქვენ ხართ შანსი, რომელიც რაღაცნაირად ხსნის ძალიან ბევრ
სიტუაციას, ხო? ასევე ვინ ხართ მისთვის ხარ ძალიან დიდი გამოწვევა. შეიძლება რაღაც მომენტში თქვენ მისთვის იყოთ კიდევაც ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ცდუნებას ახდენთ. მაშინ იყოთ ნახეთ ეს ცდუნებაც ცუდად მისაღები არ არის ის მომენტი, როდესაც თქვენ ახერხებთ აცდუნოთ ეს ადამიანი და აცდუნოთ რა კუთხით, იცით, აი, როდესაც ვერ წყვიტავს რაღაცა გადაწყვეტილებებს, ხო, თქვენ რაღაცნაირად შეძლოთ დაარწმუნოთ ეს ადამიანი, რომ წავიდეს წინ, ხო, რომ წავიდეს სისავსისკენ. თქვენ ხართ მისთვის სტაბილურობა, თქვენ ხართ მისთვის სიმშვიდე, თქვენ ხართ მისთვის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ითქვას ძალიან კარგად გრძნობს თავს, ხო, რომელთანაც შეუძლია ყველანაირად იყოს ბედნიერი, ხო, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გაცნობიერებას ახდენთ ამ ადამიანს. შეიძლება ჩქარა არ დგავს ნაბით, შეიძლება რაღაცნაირად არც კი ეტყობა, რომ რაღაცის შეცვლას აპირებს ან რაღაცის გადაწყვეტილებას აპირებს, თუმცა ეს მისთვის თქვენ ხართ ადამიანი, რომელთანაც ძალიან კარგად გრძნობს თავს, რომელთანაც იდეალურად გრძნობს თავს, რომელთანაც სულიერ სიმშვიდეს პოულობს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაღაცა ახალ სიახლეებს ასწავლის, ახალ გამოწვევებს ამუშავებინებს და სიმშვიდეს, სიმყარეს, სტაბილურობას უქმნის. შესაძლებელია ვიღაცებისთვის, საჯაროა გასვლა, იყოს ის მომენტი, თქვენ ხართ მისთვის მაღაზა მატერიალური კუთხითაც დახმარება რა კუთხით, ისიც აი თითქოს ეს არ არის ის, რომ აინდემა თქვენ იღებთ ჯიბიდან და ვინმე სადლეთ, არა. უბრალოდ თქვენ შეიძლება ხელს უწყობთ ისეთ პროექტებთან მიმართებაში ამ ადამიანს, ან დაანახეთ ბევრი რაღაც ისეთი სიტუაცია, სადაც შეიძლება რომ მატერიალურადაც კარგად წამოვიდეს. ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც გამოჩნდა მის ცხოვრებაში და მის ცხოვრების რაღაცა ახალი ტალღა და ახალი ეტაპი დაიწყო, ხო, რაღაცა ესეთი მომენტია. ეს არის პირველი ვარიანტი, ვინ ხართ მისთვის საკმაოდ საინტერესო ვერსია შემოგთავაზა პირველმა ვარიანტმა. მადლობა პირველ ვარიანტს. და ნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც პატარა გული აიღოთ, ვინ ხართ თქვენ მისთვის. ნუ აქ უკვე პირდაპირ ოჯახი, პირდაპირ სიმშვიდე, პირდაპირ ერთგულება, აქ შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობითაც იყოს ოჯახი და არა პირდაპირ მნიშვნელობითაც, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ მეუღლეს უყურებთ, ან მეუღლე ყავდეთ ჩაფიქრებული და მისთვის ვინ ხართ და ოჯახი, ადამიანები, რომლებიც ძალიან ესეთი ერთმანეთის ერთგულები არიან, ერთმანეთის სიმშვიდეები არიან, ერთმანეთის ცხოვრების მეგზურები, რომლებიც ერთმანეთს ყოველთვის და ყველგან და ყველაფერში უდგარან გვერდში, ხო? თუ არ არის ესე და მეუღლეს არ უყურებთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ მისთვის? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უქმნის ოჯახურ ემოციებს, ოჯახურ გარემოს, ოჯახურ განწყობას. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სისავსეს აძლევს. თქვენ ხართ ადამიანი, რომელთანაც შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში იყოს მშვიდად. თქვენ ხართ ამ ადამიანისთვის მზე, რომელიც ანათებს და მზემ, რომელმაც გაანათა, თქვათ, მისი ჩაბნელებული ცხოვრება, ხო, რომელიც თქვათ მანამდე ქონდა, ხო, თქვენ ხართ ადამიანი, ვინ ხართ მისთვის? თქვენ ხართ ადამიანი, მისთვის სტაბილურობა, მისთვის რაღაცა გაცნობიერება, მისთვის აი ყველაზე მეტი რაც ხართ ამ მეორე ვარიანტის მდგომარეობით, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც მის ცხოვრებაში არ ვიცი რა დაასრულეთ, მაგრამ აშკარად გამოიყვანეთ ეს ადამიანი კომფორტის ზონიდან, შეიძლება ისე სტაბილურად ერთ ადგილას იყო გაჩერებული და არ წინ მიდიოდა არც უკან, მაგრამ თქვენ მოახერხეთ და დაგესრულებინათ და სრულიად შეგევსოთ ამ ადამიანის ემოციები, სრულიად შეგევსოთ ამ ადამიანის ცხოვრება. თქვენ მიეცით ამ ადამიანს ახალი გაცნობიერება სიყვარულის, ახალი გაცნობიერება ემოციების, ახალი გაცნობიერება იმის, რომ მას აქვს უკვე იმის მოთხოვნილება, რომ იმპერატორიც იყოს, ხო? კიდევ ერთხელ ვწახი, შესაძლებელია აქ მეუღლებსაც უყურავთ, თუმცა ყოველ შემთხვევაში თუ მეუღლეს არ უყურავთ, ეს არის თქვენ ხართ ადამიანი, მისთვის, რომელმაც
შექმენით და ამ ადამიანს მიეცით, ნახეთ როგორი ძლიერი მხარეები დაანახეთ იცით მისი ცხოვრების, რომ აი თვითონაც კი რო არ იცოდა, რომ მას ჰქონდა ესეთი ძლიერი მხარეები, ხო? თქვენ ვინ ხართ მისთვის? თქვენ ხართ მისთვის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად ძალიან კარგად აძლევთ ენერგიას და ნახეთ როგორი მომენტი არის თითოეული თქვენი მიწოდებული ენერგია არის საპასუხო ამ ადამიანის ქმედების წყვდებით. აი როგორც კი ეს ადამიანი ხედავთ რომ თქვათ ორი ნაბიჯი გადადგა წინ, თქვენ ამაზე უკვე რაღაც უმახვილებთ ყურადღებას, რომ ეს ძალიან კარგია, ეს ძალიან სასიამოვნოა და მადლიერი ხართ მასთან ამ ყველაფრით და ძალიან გიხარიათ მასთან ერთად, ხო? ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამ ადამიანის ცხოვრებაში ანთებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა მარტო ანათებს, არამედ ათბობს, ანთებს ცეცხლს, აძლევს მიზნებს, აძლევს კომფორტის ზონიდან გამოსვლის სიტუაციებს, აძლევს წინსვლის წარმატების და ახალი მიღწევების მდგომარეობას, ხო? პირველივე არკანით ვინ ხართ ამ ადამიანისთვის და 10-იან თასებით თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არის კიდევ ერთხელ ვიტყვი ოჯახი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში აი თქვენთან დაინახა მართლაც რა არის ოჯახური ურთიერთობა. თუ ამ ადამიანს არ თქვათ თქვენ ყავდათ ოჯახი და თქვათ თქვენ და თქვენ შვილების ურთიერთობას უყუროთ, აი ნუ აღფრთოვანებულია შეიძლება ითქვას იმით, რომ რამდენად ძლიერი დედა ხართ, ხო, რამდენად ძლიერი მამა ხართ. ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ ამ ადამიანში პირველი რასაც რის ასოცირებასაც აკეთებს თქვენთან მართებაში და ვინც ხართ მისთვის ეს არის რაღაცა ოჯახური ტრადიციების, ოჯახური ენერგიების მატარებელი ადამიანი, რომელიც ასევე გარდა თქვენ თვითონ, არამედ ასევე მასაც რთავთ აი ამ ყველაფერში. ესეთი მშვენიერი გაშლა გამოვიდა ორივე ვარიანტი, ასე თუ ისე მაინც დადებითი მხარეებით არის, ძალიან სასიხარულოა, ძალიან სასიამოვნოა. მე ბედნიერ ურთიერთობებს გესურვებთ, სიყვარულს და რა თქმა უნდა, სიხარულს და ბედნიერებას თქვენს ცხოვრებაში. წარმატებები!